ბოდრუმი. დედა. დედა, სათხარ მოვედი. გამარჯობა. გამარჯობა. აი შენი მეგობარი მოვიდა. როგორ გაუხარდა? მიხარია შენი ნახვა. გმადლობ. მოდი. დაჯექი. ვიფიქრე ცოტას გავერთობი მეთქი, მაგრამ არაფერი არ იცვლება. ძმაო, ახლახან ჩამოხვედი. მოიცადე. სინან. გისმენთ ბატონო ჯემ. სუფრა გაგვიშალე. ყველი პომიდორი მოგვიტანე. რას დალევ? სულ ერთია. გასაგებია. ტელეფონით რაღაც ქორწინებაზე რომ მითხარი, ალბათ იხუმრე. ნეტავ ხუმრობა იყოს. დაწვრილებით ამიხსენი, რა პრობლემაა? მოსისხლე მტრობა ჯემ. უძველესი ტრადიცია. ანუ ჩემი ძმის ცოლი, ჩიჩეკი. მორანების ოჯახიდანაა. 10 წლის წინ ჩვენს ოჯახებს შორის მტრობა დაიწყო. მე იმ დროს ამერიკაში ვსწავლობდი. ამ ამბავს ორივე ოჯახიდან ბევრი ადამიანი შეეწირა. ბოლოს ჩემი დის ქმარი მოკლეს. კარგი რა. კვლელი ჩიჩეკის ძმა იყო. რას ამბობ? ტრადიციის გამო ქორწინებაზე დავთანხმდი. იძულებული გავხდი. ძმაო, როგორ დათანხმდი? 21 საუკუნეში რა დროს ტრადიციებია? ისე ლაპარაკობ, თითქოს ნორვეგიაში ცხოვრობდე ჯემ. გონია ადვილია უარის თქმა. თუ არ შეგიძლია, შენ მაგივრად მებიზა მამას. ჯემ, სტამბოლში ადვილია, ბოდრუმშიც, მაგრამ იმ მხარეს ყველაფერი ტრადიციებზეა დაფუძნებული. განსაკუთრებით მორანების ოჯახში. ისინი მხოლოდ ტრადიციებით ცხოვრობენ. იცი რა მოხდება ჩიჩეკზე რომ არ დავქორწინდე? საბრალო გოგოს მოკლავენ. ასე რომ არ მოვიქცე. მერე დაპირისპირება ისევ განახლდება და უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება. ანუ გამოსავალი არ არსებობს? ამ ტრადიციებს დავანგრევ. აუცილებლად დავანგრევ. მაგრამ ნელ-ნელა. დროთა განმავლობაში.
ძალიან დავიღალე. წავალ დავიძინებ. კარგი. აქ დიდხანს დარჩები? არა. ორშაბათ სტამბოლში მივდივარ. შენ როდის დაბრუნდები? 2 დღეში. აქ სეზონი დამთავრდა. ბარს დავკეტავ და ჩამოვალ. ჯემ, შეიძლება 1 წუთით. წადი დაიძინე, საღამოს შევხვდებით. კარგი. გმადლობ. დიდი მადლობა. გმადლობ. არაფერს. შემიძლია წაგიყვანოთ. არ არის საჭირო, შვილო, ავტობუსით წავალ. სად ცხოვრობთ? ვითესთან ახლოს. მე წაგიყვანთ. ნუ შეწუხდები, შვილო, არ გინდა. რას ამბობთ? მაინც იქით მივდივარ. დაბრძანდით. გმადლობ. გიფიცები ძალიან დამეხმარე. გინდათ შეგატანინოთ. არა, ეს უკვე მეტის მეტია. გმადლობ. ნახვამდის. ნახვამდის. დედა, იასემინ. რა სასიამოვნო სიურპრიზია, შვილო, არ გელოდი. ერთი კვირა ვისვენებ და გადავწყვიტე ჩამოსულიყავი. კარგად მოგწეულ ხარ. სტამბოლი. ქალბატონო შაჰნურ, მეძახდით? შემოდი, ჩიჩეკ. მოდი. შენთან სალაპარაკო გვაქვს. ჩვენს ოჯახში უბედურება დატრიალდა, შვილო. ყველა გავნადგურდით. მაგრამ რა გაეწყობა? ასეთი ბედი გვქონია.